მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. ეთერშია საინფორმაციო რუბრიკა გარისობა 2025. ოფებით თეთრი წყაროში, ციფების პარკში, სადაც აღინიშნება საერთო სახალხო დღესასწაული გარისობა. სიტყვა გარისი, სახელი გარისი, თეთრი წყაროს უძველესი ისტორიული სახელია და სწორედ ამ ულამაზეს საერთო სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ თეთრი წყაროელები. და ეს ყველა გამოფენა სამზადისიც დღევანდელ დღეს ეძღვნება და ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენი აქტივობა ჩაგვეტარებინა ამ საერთო დღესასწაულის ფონზე. ბატონო მადონა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და დღევანდელ აქტივობასთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვა გითხარით? ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლამაზი ღონისძიებები ტარდება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. ყოველ წელიწადს ყველა ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და ძალიან ბევრი ხალხია და გაბრწყინებული სახეებს რომ ვხედავ, ეს არის ჩემი мотивациას უფრო მისდის, რომ არჩევა მეტი და მეტი აქტივობებში მივიღო მონაწილეობა. ულოცავ მთლიანად მუნიციპალიტეტს, მთლიანად საქართველოს ამ ლამაზ ღირს შესანიშნაობას, რომ ჩვენი ისტორია არ უნდა დავივიწყოთ და თაობებს უნდა გადავცეთ, ვინ ვართ ჩვენ და ვინ ვიყავით და ვინ ვართ დღეს. დღევანდელი აქტივობა კოდის სათემო განათლების რადიოსთან დაკავშირებით. კოდის სათემო განათლების ცენტრს. თქვენ ხარ მოგცემთ რამე რჩევას, როგორი გადაცემები მოვაწყოთ? უბრალოდ აღნიშნავდი რომ შვენიერია. თან რა არის აუხსენი? ეს არის ჩვენი რადიოს ბუკლეტები. თქვენ ახალგაზრდებო? გარისობა დღეს რა განწყობა გაქვთ? ეს გითხარით და რას უსურვებთ კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიოს? რომლისგან დავიწყოთ? ითისგან დაიწყეთ. გისმენთ. ყველას გილოცავთ გარისობას, მრავალს დაისწარით, ყველაფერს კარგს გისურვებთ და დღევანდელი დღე რავი საოცრება არის, ყველა კუთხე არის მოწესრიგებული, გალამაზებული, ბევრი რამ შეხვდებათ აქ და ყველაფერი ძალიან მომწონს. უღრესი მადლობა. რადიოს ძალას კოდის ხმას რას უსურვებთ თქვენ როგორც ახალგაზრდები? რა გადაცემები მოვაწყოთ? რა მოგეწონებათ? ახალგაზრდებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას მუსიკასთან, ხელოვნებასთან და ასე შემდეგ. თქვენ რას გვეტყოდით? რა გადაცემები მოგეწონებათ ჩვენს რადიოში? გეწევით და თქვენ სამს ჩავიწერთ თქვენის ნებართვით. თქვენ რას გვეტყოდით? მოგესალმებით, გიორგos გარისობას, და ყველაფერი საუკეთესო გისურვებთ და და ასევე მინდა რადიოს სავასო სფეროა შეგვიძლია გამოგიხოთ მაგალითად აზრები ადამიანების და გამოგიხოთ ყველა შეკითხვა. უღრმესი მადლობა. თქვენ სკოლის მოსწავლეები ხართ? აი, ორშაბათს გეწყებათ სასწავლო წელი. რა განწყობა გაქვს სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით? დაწყებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კარგი განწყობა გვაქვს, მიხარია სკოლის დაწყება, მაგრამ ცოტა კი ზარმაცო. მაგრამ ჩადგები რეჟიმში, ხო? თქვენი გვარსახელი? ემო ბეკავა. რომელ კლასში მიდიხართ? მეათეში. წარმატებები, თქვენი გვარსახელი? სანდრო ხაჭო. რომელ კლასში მიგზანდებით? წარმატებები თქვენი? თამარ ბაბულოვანი, მეათე კლასი. წარმატებები. ალიონა ხაჭატურიანი, მეცხრე კლასი. წარმატებები სასწავლო წელი. დიდი მადლობა ამდენი რჩევისთვის. მადლობა. მადლობა. რას გვეტყოდით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? თქვენ რადიოს მოხალისე ბრძანდებით. რა განწყობა გაქვთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? ძალიან ხალისიანი განწყობა და ძალიან მიხარია რომ ასეთი ხიარულია. თქვენს რადიოს რას უსურვებთ? ჩვენს რადიოს უსურვებთ ბევრ წარმატებას და
ვის ინტერესებს გაითვალისწინებდით უფრო? რადიოს უღმესი მადლობა. თქვენც მოხალისე ხართ. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? ატა დემეტრაშვილი, კოდის რადიოს მოხალისე. ლოცავს დღევანდელ დღეს. არის იდეალური განწყობა და იდეალური გარემო. თქვენს განალაგებით, ვეროთ ამოვალოთ ყველაფერი. იდეალური განწყობა და თქვენს რადიოს უფრო ძალიან და წარმატებით. როგორ უნდა გარკვიოთ რა გადაცემები სურთ რადიო მსმენელებს თქვენი აზრით? გავატარავთ ბუკლეტები დავარეკოთ იმის მიხედვით. ასე შეგვიძლია არაჩვეულებრივი უღრმესი მადლობა წარმატებები თქვენ. მადლობა. ქალბატონო ინგა, მოგესალმებით. დღევანდელ დღეს გილოცავთ. გარისობის მადლის შეგვეციოს. რა განწყობა გავდა, რა სიტყვით დღევანდელ დღესთან ძალიან დაკავშირებით? კარგი განწყობა მაქვს, მიყვარს გარისობაზე წამოსვლა, ყველას მოგილოცავთ. და რას ვეთყოდი, რა ვიცი. მშვიდობა ყოფილიყო ეს ჯანმრთელები ვიყვეთ და დაწყნარებულ საქართველოში და გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვროს. რადიო მსმენელებს რა სურთ? რას გიჩვენებთ? როგორ უნდა მივხვდეთ, რა უნდა გავაკეთოთ? რადიო მსმენელებს მე მეწარმე ვარ და ქალებს ურჩევდი რომ ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში, მე ბიომეურნეობა მაქვს და ურჩევდი რომ ბიომეურნეობიდან იკვებონ, ჯანსაღი საკვები მიირთვან და ყველა ჯანმრთელობას უსურვებ. უღრმესი მადლობა. წარმატებები. მართლა წარმატებები. მადლობა. აბა თქვენ მითხარით რა გადმოგეცათ? თემის წარმომადგენლების ხმის გაძლიერება. და კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო. თქვენ გვინდა რომ თქვენი სურვილებიც გავითვალისწინოთ. რა გადაცემები მოვაწყოთ, რომ თქვენ მოგეწონოთ? თქვენთვის საინტერესო. აი სასწავლო წელი იწყება ახლა, ხო? თქვენ სკოლაში დადიხართ? მე-12-ში აბიტურიენტი ხარ. მინდა რომ წარმატება და სტუდენტობა გისურვოთ, ჩემო საყვარელო. მოგესალმებით. მოგესალმებით. რა გადაცემებს ისურვებდით კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიოში? მე მისი წამყვანი ვარ და ძალიან მაინტერესებს. რომ მოვამზადოთ თქვენთვის საინტერესო გადაცემები. მაგალითად, რას ისურვებდით? რაზე გადაცემებს? გადაცემებს რაზე? ალბათ როგორ შევცვალოთ სამყარო, როგორ შეუძლია თუნდაც შეცვალოს სხვების ცხოვრება ერთ ადამიანს. თქვენ რას მოგესალმებით იგივე სიტყვით. ძალიან საინტერესო იქნება ეს. დიდი სიამოვნებით. თქვენთან შეხვედრას აუცილებლად უზრუნველყოფ. უღრმესი მადლობა. ახალ სასწავლო წელს გილოცავთ. მადლობა. კოდის სათემო განათლების ცენტრში შეიქმნა სათემო რადიოს ძალა. და აი ამ ბუკლეტებს გირიგებთ ეს გოგონა. რას ისურვებდით? რაზე გავაკეთოთ გადაცემები? რის რჩევას მოგცემთ? რის პოპულარიზაცია გავაკეთოთ? მეწარმეობის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, თუ რა არის თქვენი აზრით აქტუალური? ყველაფერი. რაც კარგი არის, ყველაფერი უნდა იყოს. თქვენ რა გიკავიათ ხელში ახალგაზრდაო? ჩვენ გვყავია პროექტი კოდის ძალა. მიზანი ისახავს სათემო განათლების გაძლიერება საქართველოში. მიესალმებით რადიოს მუშაობას? რას ისურვებდით? აი, რაზე ვიმუშაოთ? რა რჩევას მოგცემთ? რა უფრო ახალგაზრდების განვითარებაზე და ახალი რაღაცების შემოტანაზე, აი მაგალითად განათლების მხრივ. არაჩვეულებრივ წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. მე ვარ დემეტრა ხეთაგაშვილი. თეწყაროელი ბრძანდებით? ყოდი რომე კლასში სწავლობთ? მე 1000-ში გადავედი. გისურვებთ წარმატებებს. უღრმესი მადლობა. მადლობა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ხართ. მადლობა.
გამარჯობათ. რას გვეტყვით? მე რადიო წამყვანი ვარ, რადიოს კოდის ხმა. მოგვილოცეთ დღევანდელი დღე. უღრმესი მადლობა. აი ჩვენი ის შესანიშნავი. მადლობა წარმატებებისგან. გამარჯობათ. არის უზნის საწური ხელით აი ასე იწურება დღევანდელ გარისობასთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა მითხარით ჩემი რადიოსთვის. აუ მე ვერ. გარისობა მოგვილოცეთ. გილოცავ ყველას გარისობას. მრავალს და ეს არის. მომავალი კიდე უკეთესი ყოფილიყო. ამინ. უღრმესი მადლობა. გენზი უნდა ავიღოთ შემოდგომის კუთხის. ჩვენი რადიოს მოხალისეები გახლავან ეს არაჩვეულებრივი გოგო ბიჭები თუ ბიჭი გოგოები. დიდი მადლობა ჩვენს აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად. გვარსახელი? მარია მეუაშვილი. თათია ელიზბარაშვილი. კატო დემეტრაშვილი. უღრმესი მადლობა. წარმატებები თქვენ. პირველი მინიშნება ასეთია. მითხარით ძალიან გარისობასთან გილოცავთ გარისობას ტრადიციულად. აქვს ძალიან გრძელი თვები. ტარდება. დიახ, ეს ნამდვილად რახუნცელია. მოდი ისევ ხელები მაღლა და ხუხარი აპლოდისმენტების ფონზე შევხვდეთ, ხო? მაგალითაშები დაუყრათ. აბა საინჯერ მოვა ჩვენი უამაზესი გოგონა. ნახეთ რა უმაზია. მოდი ჩვენთან. ვაუმჯობესებ სერვის ასენო გილოცავთ გარისობას. შესანიშნავი და მე
დღესთან დაკავშირებით. არის ჩვენ ხოესა. ბავშვებო, და შემდეგი მინიშნებისთვის. ესე იგი, ამ პრინცესას ავს დაიყო. ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისათვის და არის ერედელი სამეფოში ცხოვრობ. ძალიან დიდ პოზიტივს, რაც და ყავს კიდევ ერთი მეგობარი, ოლაფი, ვინ არის ეს? ყველა მეტად გავაკეთოთ ელზა, სწორია, მოდი დაშებით შევხვდეთ. რადიოს რას უსურვებთ? წარმატებებს, ძალიან წარმატებებს და ეჭვს ამეყარება ამაში. მადლობა ჩემო კარგო, მადლობა. მოგესალმებით. მე რადიო წამყვანი გახლავართ და ჩვენამდე დღესთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? დიდი სიყვარული. ყველას და ძალიან საინტერესო გარისობას. კი, რადგან ჩვენ ყავს მეგობარი. ჩემი რადიოსთვის რა სიტყვა? ანუ ხელები მაღლა ავწიოთ. ბუხარი აყოლისწინების ფრონტზე შევხვდეთ ჩვენს მეგობარს ბატონ ავთოს. ნაში დავუყრათ თუ შეიძლება. ეცხოვროთ ყოველთვის. მადლობა საყვარელო თქვენ. უღრმესი მადლობა. წარმატებები და მშვიდობა აი ამ არაჩვეულებრივ ხელნაკეთთან ერთად. მადლობა ძვირფასებო. ერთი მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მეც კარგად. მოკლედ მე ვარ ავთო. წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. ილუზიონისტი და დღევანდელი თქვენი დღე უფრო ჯადოსნური უნდა გავხადო. ვაწარმოებ სათამაშოებს. მაშინ თქვენ გეცოდინებათ რა სჭირდება ილუზიონის რომ გააკეთოს ფოკუსები. ყოველთვის კაი ჯადოსნური ჯოხი, გარისობას და კაი ჯადოსნური ჯოხი. მე მომსამოგებული თქვენთან ერთი საინტერესო ნივთი. მადლობა საყვარელო. ეს არის ბედნიერად, უღმესი ეს არის ჯადო. ქალბატონო გარისობას გილოცავთ. რას გვეყოდეთ თქვენი რადიოსთვის? ძალიან ბევრი მომღიმარისა იყოს ბევრი გავაღებული ბავშვი მინდა იყოს ეგრე წყარო ისე რომ ჩვენ შვილებს არსად წასვლა არ უნდა და მინდა რომ ასული ეგრე წყაროელები დაბრუნებდნენ ჩვენ თავის სახლში. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. რომელი კუთხე გაქვთ? დიდგორი? დიდგორი. რას მოგილოცავთ გარისობას? რას გვეტყვით პატივცემულო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? გაწყობაზე ვარ და ულოცავთ ეწყაროს რაიონს ძალიან სრულიად საქართველოს. თქვენი გვარსახელი. მადლობა. თქვენი გითხარით ერთი-ორი სიტყვა. დიდგორიდან. რას გვეტყვით დღევანდელ დღესთან? აქედან მთელ საქართველოს. გენაცვალე, გაიხარე, გენაცვალე. მადლობა ძირფად. დიდი პატივი. რასაც მეუბნებით, ეს არის ჩემთვის დიდი პატივი. გენაცვალე. მოგესალმებით. როგორ მოგვილოცავთ? კარგად, მადლობ. თამუნა როგორ მოგვილოცავთ გარისობას? ბედნიერება და ძალიან ბევრი წისვლა ჩვენს მუნიციპალიტეტს და მთლიანად ქვეყანას. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? გამარჯვება. თქვენი მოსწავლე. მიყვარხარ უზომოდ. მადლობა. გაიხარეთ. თითქმის ყველა სოფელია წარმოდგენილი. აი ესეთი ლამაზი კარვებია. კულინარიული ფესტივალი არის ფაქტიურად.
რადიო მსმენელებს რას გვეტყოდით? წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიხარია, მისასალმებელია. ყველაფერს კარგი ვსურვებთ წარმატებები. წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. ელეონორა გულჩიანი, დევნილი ვარ ზემო აფხაზეთიდან, ორმაგადევნილი ვარ უბრალოდ აფხაზეთიდან და 2008-ში კიდევ ზემო აფხაზეთიდან. ამჟამად ცხოვრობ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში. მეც გილოცავ. მე კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიოს წამყვანი გახლავარ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოგვილოცეთ თუ შეიძლება. მოგიდა როგორც ეწყარუელებს, ისე კლიენტ საქართველოს მილოცოთ დღევანდელი დღე. ისტორიული თემაა და არის ზოლის გამარჯვება, მოუწევთ ქვეყანას გლენიანობა. ამინ, ამინ. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. ნიკოლოზ სულხანიშვილის სოფელი ასურეთი. უღრმესი მადლობა. ასევე მილოცავ დღევანდელ დღე. მარტო თრიწყაროს რაიონი, საქართველოს და გაფრთხილებული გქონდა ერთიანი. ამინ. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. ელა ფედერაციის ცენტრალური ცხოვრება. დიდი მადლობა. მადლობა. თუ რა გადაცემები უნდა გავაკეთო, თუ მოგწევთ და გვეტყვით და დამაფასებთ. ძალიან კარგია, ძალიან კარგია. მოგვილოცეთ გარისობა, აბაგვრიტებ. უღრმესი მადლობა, შენი გვარსახელი? ცეკლა გელაშვილი. მე კიდე სასწავლო წლის დაწყებას გილოცავ. დიდი მადლობა. გარისობა მოგვილოცეთ, ჩემო საყვარელო. რომელ კლასში მიდიხარ? მე 4-ში გადავედი. წარმატება მინდა გისურვო. შენი გვარსახელი მითხარი? ლილე ბაბლუარი. წარმატებები, ჩემო საყვარელო. მოგესალმებით. გარისობას გილოცავთ. ჩემი რადიოსთვის 1-2 სიტყვა გარისობა მოგვილოცეთ. ქალბატონო ნინო. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? მუზეუმის სამსახურის სკოლაში მივიდნენ. მადლობა, ჩემო კარგო. მრავალ გარისობას არის. კოდის სათემო განათლების ცენტრმა უკვე მოამზადა გამოფენა ჩვენს აქტივობებთან ერთად. ქალბატონი ინგა ბერუაშვილიც აქ ბრძანდება, იმიტომ რომ კოდის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარი გახლავთ. ქალბატონი მადონა გულდაგულ ამზადებს ამ გამოფენას და აქვე არის ჩვენი აქტივობებით, ჩემო ძვირფასებო.